დაწერა სპეციალური წერილი ლიტერატურის საქართველოში ორგვერდიანი იყო და აი ახლა დღეს ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ადამიანი აფიქსირებს რომ აი ამ იმის სექსუალური რაღაც გადახრების პროპაგანდას არ დაუშვებთ. რეზო იმან ბოდიში ტარჩი სულაკაურმა დაწერა მეთქი წერილი. და ძალიან სერიოზული წერილია ვისაც გაინტერესებს შედით აი საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკაში და ნახეთ ეს მასალა. აი ბევრი თქვენგანისთვის შეიძლება უცხო იყოს ეს ფაქტი, მაგრამ იყო ხომ სიმღერა სოსო დამერწმუნე პატარა ბიჭი დამეკარგა წითელ პერანგა. ეს ლექსი აშკარად ჰომოსექსუალისტურია უკაცრავად დიდი ბოდიში და მე მივხვდი რომ ეს აშკარად ჰომოსექსუალისტური იყო და ადგენდა ბესაზგოდი პედოფილიური ის იყო და ეს ცნობილი ფაქტი არის ჩაეს ისე თქვა და რა ქვია მანუფაქტურებში ხელოსნებს ჩამოყავდა სოფლიდან პატარა ბიჭები და მათთან პედოფილიური ურთიერთობები იყო. ერთ-ერთი ესეთი გაუკუღმართებული ურთიერთობის ამსახველი იყო ეს სევდიანი სიმღერა და რადგან მიხდნენ ამაზე გოგოლა ლეონიძესაც აქვს დაწერილი თავის დროზე წერილი და შეცვალეს და პატარა გოგო დამეკარგა. არ არის ეს იგივე აგერ თქვენც მინდა გითხრა და გაგახსენებთ ბატონი არჩილ სულაკაურის პროტესტს ამ საკითხთან დაკავშირებით. სიმღერა არის ადანდალი, დანდალი, ჩემი ოქროს შანდალი. რას ნიშნავს ოსო ეს? იცი რა, დათო ეხლა შენ მოიცეხლა შენ გამალაპარაკებ იმას, ქართლის დედა რას ნიშნავს? მე ისიც მახსოვს, 3 წლის წინ ერთი ჩვენი ვაი მეცნიერი ქართლის დედაზე წერდა, ესო ის არის და რაღაცებიო რა. ეგ საწავალთ ეხლა ეგრე. გაჩვენე რა და. მათხვევინე, მე ჩემს სიტყვებს არ ვამბობ. დათო იცი რა, მაშინ ეხლა ბევრი არასოდეს მithქვი, ავდები და წავალ ეხლა ხო ეს. მაშინ მომისმინე, მათქმევინე მე. შენ ზღაპრებს ყვები და მე გებდები ცოტა მივცეთ ეგ ამ სტუდიას ცოტა მეცნიერული საკითხი არა? აწერილი აქვს მეთქი სულაკაურს ამ. მაშინ მათქმევინე.